საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე 22,000-ზე მეტ მოსწავლეს შეუწყვეტია სწავლა და ოჯახთან ერთად წასულა ემიგრაციაში. ახლა ჩვენ ისაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ემიგრაციის ტალღა გაზრდილი არის საქართველოსთან გამოსული არის 100,000-ობით ადამიანი, მაგრამ აი ეს ბოლო მონაცემით, ანუ წარმოვიდგინეთ ერთი წუთი, რომ ესე იგი მინიმუმ 22,000 ოჯახი თითო ბავშვზე ერთი ოჯახი მოდის, ხო? რამდენი ადამიანი წავიდა? ანუ დედა, მამა, იქ შეიძლება ძმა ჰყავდეს, რომელიც ჯერ არ მისულა სკოლაში, იქ შეიძლება და ჰყავდეს, რომელმაც უკვე დაამთავრა სკოლა და 10 წლის სტუდენტი უნდა გამხდარიყო და გადაწყვეტეს, რომ მოდი ბარემ წავიდეთ და იქ ჩააბაროს ან რაღაცა. შეიძლება აი საშუალოდ რო ვივარავდოთ, აი მხოლოდ აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარავდოთ, რომ ერთი 50,000 ადამიანი წავიდა, მარტო აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია, რომ ეგ დასკვნა და ეგ ვარაუდი გავაკეთოთ. ის ხალხი, რომელსაც სკოლამდე ასაკის ბავშვები ყავდათ, ეგენი ამ აღრიცხვაში არ შედიან. ის ხალხი, რომელიც სტუდენტი შვილები ყავდათ, ან სკოლადამთავრებულები, ეგენი არ შედიან ამ ყველაფერში. ის ხალხი, რომელსაც შვილი არ ყავთ და ისე წავიდნენ ის ოჯახები, ეგენი არ შედიან ამ ყველაფერში. ის ხალხი, რომელიც დაოჯახებული არ არის, ისე წავიდნენ მაგ ქვეყნიდან, რომ ეგ ყველაფერიც აღრიცხული არ არის. ამავე დროს ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე საქართველოში 380,000-მდე ბავშვი არის დარეგისტრირებული სოციალურ დახმარებაზე. არ ვიცი, აი მართლა აღარ ვიცი უკვე რა შეფასებები უნდა გააკეთო ადამიანმა ამაზე. მე ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ამ შემთხვევაში, როდესაც ვნახე ეს მონაცემები და ამ მონაცემებს ვიგებ ხოლმე საქართველოს შესახებ, თავისი ემიგრაციიდან, თავისი სიღარიბიანად, ზოგი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ კვალიფიცირდება ამ სოციალური დაუცველი ადამიანების დახმარებაზე და მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მდიდარი არის და არ იბრძვის ყოველ დღე გადარჩენისთვის. ესე იგი, აი ამ მდგომარეობაში აქვს ჩაგდებული ქვეყანა, ამ პოლიტიკურ ძალას, კორუფციაში არის ჩაფლული ქვეყანა, დაუცველი არის მთელი მოსახლეობა. ყველანაირად იქ რაც შეიძლება მოგივიდეს და სად შეიძლება რაღაცა თავში დაგეცეს არიცი, იმიტომ რომ კაცშვილი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არც პოლიტიკურს და არც არანაირს საერთოდ. ეს არის კაცი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები. ეს არის ხალხი, რომლის მსგავსი საქართველოს აი ეს გაეპარტახები, მოსახლეობა გაექცია ქვეყნიდან. მოსახლეობა აი ასეთ მდგომარეობაში ყავდეს, რომ ტროტუარზე დგომისთვის იჭერდნენ მათ შორის ხალხს, ვინც ჯერ არ წასულა და ვისაც უყურებ კიდე იმათ, რომ წამოსვლაზე უჭირავთ თითქმის ყველას თვალი, ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელსაც არ უნდა თავისი სახლიდან წამოსვლა, სახლში უნდა ყოფნა. არ არის ემიგრაცია რაღაცა სახალისო აქტივობა არ არის. ემიგრაცია არის ტვირთი ადამიანმა რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ ოჯახთან ერთად ადგეს და თავისი სახლი დატოვოს და გადავიდეს არათუ ახალ სახლში, ახალ კულტურაში, ქვეყანაში, სადაც მუდმივად მთელი სისტემა, იმიტომ რომ საემიგრაციო სისტემები ყველა ქვეყანაში ცდილობს, რომ შენ რაც შეიძლება, ესე იგი, მეტი დაბრკოლება შეგიქმნას, რომ იქ არ დარჩე და შენი ადგილი არ არის იქა. რეალურად არ უნდა ხარ არავის არსად. არის ქვეყნები, რომელსაც რაღაცა აქვს პოლიტიკა, რომ აი მოდი შემოუშვებთ ახლა რაღაცა რაოდენობის ადამიანს, მაგრამ ეს პროცესი იმდენად მძიმე და სტრესული არის, მით უმეტეს როცა ბავშვებთან ერთად მიდიხარ, რომ არ უნდა ბევრ ადამიანს ამ პროცესის გავლა და პროცესს თავი დაანებე, ზოგადად არ უნდა ადამიანს, რომ თავისი ქვეყნიდან და თავისი სახლიდან წავიდეს. თავის მეგობრებთან ერთად უნდა, თავის ოჯახის წევრებთან ერთად უნდა ყოფნა, სადაც გაიზარდა იქ უნდა ყოფნა, იმიტომ რომ გამოვა სიამოვნებს, რომ დადის თავის ეზოში, მაგალითად და თავის უბანში. ევასება იქაურობა, უყვარს ამ ადამიანს, უსამშობლოს შენ კი უწოდებ იმ ადამიანს, მაგრამ უყვარს უნდა იქ ყოფნა. მაგრამ აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არასოდეს საქართველოს არ დატოვებდა, იმიტომ რომ ვერ დაუთმობდა ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს ამ ქვეყანას, იმათი ნაწილიდანაც უკვე მესმის, რომ წამოსვლაზე ფიქრობენ. აი ამ დონეზე არის ეს ყველაფერი მიყვანილი. ეს არის კაცი, რომელმაც გააჩაჩანაკა. იმდენი ვართ უკვე ქართველები სხვადასხვა ქვეყნებში, რომ რაღაც მომენტში ეს დიასპორად იქცევა, თავის ეროვნულ იდენტობას შეიძენს, როგორც ძალიან ბევრ დიასპორას აქვს, ირლანდიელებს, კორეელებს, ინდოელებს, იაპონელებს, იტალიელებს, ძალიან ბევრ ესეთ დიასპორებს აქვს შეძენილი თავიანთი ეროვნული იდენტობა ემიგრაციაში. და დაიწერება ამ ხალხის მხრიდან ისტორია აუცილებლად და ეს კაცი იქნება კაცი, რომელიც აუცილებლად დარჩება ქართულ ეროვნულ მეხსიერებას, როგორც გამჩაჩანაკებელი ქვეყნისა.
აი ეს აუცილებლად ეგრე მოხდება. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც გააპარტახა და გაანადგურა საქართველოს და ქართველი ერი, როგორც ისეთი. საკუთარი სახელიდან გააქცია ამდენი ადამიანი. აი ეს ხალხი არის ხალხი, რომელსაც უნდა დაგვაჯერონ, რომ არიან ლეგიტიმურები და აქვთ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა. ხო და რავი, ეხლა ვინც კი დარჩა ამ ქვეყანაში, იმათი უმრავლესობის ნდობა არა. არ ვერ ვიქნები ეგეთი პესიმისტური, რომ ქართველი ხალხის თუნდაც აი მანდ დარჩენილი განახევრებული მოსახლეობის უმრავლესობა მაინც მხარს უჭერს მაგათ ეგ გამორიცხული არის, ვერ დავიჯერებთ მაგას. რომ ქართველი ხალხი არის ის ხალხი, რომელიც ქოცი ტროლბოტივით აზროვნებს, გამორიცხულია ეგ. აი ადამიანი, რომელიც ამბობს იმას, რომ ქართველი ხალხი ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, ის შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ხალხს. იმიტომ რომ გვეუბნება რომ ესე იგი დებილები არიან ქართველები, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს ხედავენ, რაც ხდება, აი ამ ყველაფერს ისმენენ, როდესაც ადამიანები ამბობენ რომ ჩვენ 14 წელია აქვს ქვეყანას მართავთ, მაგრამ ისეთი ვითარება არის, რომ ვერავიზე მათ შორის საკუთარ შულზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებო, პრემიერ-მინისტრი აესე დაათრევენ აქეთ-იქით მეზობლის ბავშვივით, ლიმონათი და კიტრი რომ დააჭერინო ირაკლი კობახიძეს ეგ ღადარჩა აი ამ შეხვედრაზე და აი ამ ხალხს უნდა დაგვაჯერონ, რომ ამათ რაიმე ტიპის მხარდაჭერა აქვს ქართული ხალხისგან და ქართული ხალხის ინტელექტუალური და პოლიტიკური კულტურა და აზროვნება იმდონეზე არის დასული, რომ აი ეს ყველაფერი მისაღებია. მე უარს ვამბობ, რომ დავიჯერო ეგ. არსებობს რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი, რომელიც ალბათ მხარს უჭერს ამ ხალხს, მაგრამ მე უარს ვამბობ, რომ დავიჯერო, რომ ქართული ხალხის უმრავლესობა ამ ხალხს უჭერს მხარს. სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები და გამიგია, მე არ შევხედრი ვარ, საბედნიეროდ, რომლებიც ემიგრაციაში არიან, მათ შორის ამერიკაში არიან ტიპები და არათუ მხარს უჭერენ, აპრავებენ ხოლმე ხანდახან ქართულ ოცნებას. ეგეთებიც არიან, რა თქმა უნდა, არსებობენ. მაგრამ ის რომ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს ამ ხელისუფლებას და აი ამ აზროვნებას და აი ამ პოლიტიკურ მიმართულებას და აი ამ პოლიტიკურ წყობას, მე მაგას არ დავიჯერებ. უარს ვაცხადებ, რომ დავიჯერო ეგ.